მაშინ ვიქნებით ჰარმონიაში, როცა ღმერთთან ვიქნებით. აი როგორც დენის წყარო რო წარმოვიდგინოთ, რაც არ უნდა კარგი თანამედროვე ტექნოლოგიის ნებისმიერი პროდუქტი რო ავიღოთ, დენის წყაროს თუ არ შეუერთდათ და რა ფასი აქვს მას. ასე ვართ ჩვენც. თუ ღმერთთან არ დავკავშირდით, ფასი არ აქვს ჩვენ. ვერაფერს ღირებულს ვერ შევქმნით. იმიტომ რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ ამ ენერგიას. ის არის ჩვენი დენის წყარო და ჩვენ ასეთი ბუნებით ვართ შექმნილი, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ვართ რეალიზებულნი, მაშინ აღვასრულებთ ჩვენს მისიას და მიზანს, როცა ღმერთთან ვარ შეერთებული. თორემ სხვა ალტერნატიულ წყაროს რომ შევაერთოთ, ეს ტექნიკა რა დაემართება? გაფუჭდება, უფუნქციო იქნება. და ასე ვართ ჩვენც ადამიანები. და ეს მოვლენა, რასაც ქვია ღვთისხატება ჩვენში, ჩვენ გვიბიძგებს სწორედ იმისკენ, რომ ვეძებოთ მუდმივად ღმერთი. და გვახსოვდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება ადამიანი ბედნიერი, ამაღლებული, შვიდი, როცა იქნება ღმერთთან. სხვა შემთხვევაში, სადაც არ უნდა ეძებოს, რაც არ უნდა ეძებოს, რასაც არ უნდა მიაღწიოს, მაინც ვერ იქნება ბედნიერი. იმიტომ რომ ის სხვა წყაროსთან იქნება დაკავშირებული და ის წყარო მას ბედნიერებას ვერ მოუტანს პირიქით, ის მას გამოიყვანს მდგომარეობიდან და წყობილებიდან.